მოგესალმებით. Დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნის ეთერი ეკუთვნის პარტია საქართველოს გზას. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის აქტუალური თემები, რომლებიც დღეს არსებობს საქართველოში და ასევე გადაცნეთ ჩვენი პარტიის ხედვა, თუ რას ვაპირებთ სამომავლოდ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან პარტიის გენერალური მდივანი კახა სეთურიძე, პარტია საქართველოს გზის წარმომადგენელი საკრებულოში ხალბატონი ნათელა მაჭავარიანი და პარტიის საერთაშორისო მდივანი ბატონი თეიმურაზ მურვანიძე. ჩვენი პარტიის ღირებულებაც სწორედ ხალბატონ ევროპული გზა იყო ჩემ მოსახლეობას იმართო, რომ მე თითქმის ყოველ დღე ვარ საკრებულოში და შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე და ამ ნომერს მოგახსენებთ მე თქვენ 93 36 54 შიდა ტელეფონი გახლავთ 428 და ყველა თქვენ კითხვაზე გაგცემთ პასუხს თუ მოწოდოთ შეიძლება შეიძლება განვიხილოთ საკითხი რომ ეს არ მინდა ამერიკის გზა და მინდა ევროპის გზა. ეს მინდა გითხრათ რომ ჩვენ პარტიას იმიტომ ქვია ზუსტად საქართველოს გზა, რომ ჩვენ ვართ დაფუძნებული ეროვნულ ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე და ამ ღირებულებებით გვინდა საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი სიტყვა და ჩვენი ადგილი დავუმკვიდროთ. ეს არ გამორიცხავს არც ამერიკასთან ურთიერთობას, არც რუსეთთან და არც ჩინეთთან. ამიტომ ზუსტად მინდა ყველა მასშტაბით ჩვენი პარტიისთვის ეს დღევანდელი სიტუაცია რაც არის და ჩვენი ლიდერის პოზიციას ამას ნახავთ გამოხატავს არის ნეობას და უზნეობას შორის ბრძოლა, არის სიცრუეს და სიმართლეს შორის ბრძოლა და ამიტომ ჩვენი გზა და ჩვენი ხედვა არის პიროვნულად უნდა გავძნელოთ, მარტო ჩვენ კი არა პოლიტიკური პარტიები. ჩვენი ზალა არის მოსახლეობის ხარდაჭერა და მოსახლეობის ხარდაჭერა ვერ იქნება მიმართული გონიურულად. ანუ იმას გულისხმობ თუ კი არ იქნება ადამიანი თავისუფალი და არ იქნება მას ჯანსაღი განჯის უნარი. და ეს ამ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოსყიდვებით, დაშინებით შეეცვალა ეს ადამიანი და მაგრამ ბატონ აკახამ ზუსტად აღნიშნა, რომ ძირითადი დარტყმა გადახორციელა ახალგაზრდობაზე. ეს არის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტობა, რომელიც ყველაზე ადვილად ემორჩილება ასეთ გავლენას. დასამორჩილებლად ადვილი. და ზუსტად ეგ მინდა, არ მინდა იფიქროთ საზოგადოებამ, რომ არ გვინდა ამერიკა და გვინდა ევროპა. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო და დამიჯერეთ ძლიერი საქართველოს ადგილი არის ამერიკასთანაც, ევროპაშიც და საერთოდ ამ პლანეტაზე იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული და განსხვავებული ქვეყანა, სადაც ამდენი წლის, ამდენი საუკუნის ტრადიცია ევროპულ ტრადიციასთან ერთად არის გადაჭრილი. ორი სიტყვით კიდევ ჩაგერთვებით, იმიტომ რომ ჯანდაცვისფერო ძალიან ახლო თემაა ჩემთვის და ზუსტად ეს გულისხმული აქვს ყველა ხალხის სოციალურ და პროფესიული შეხება. იგივე ხდება, რაც ხდება განათლების სფეროში, რაც ხდება სხვა სფეროში, ანუ რეფორმების სახით შემიღებული რაღაც ქმედებები, რომელსაც არ შედეგი აქვს და საბოლოოდ ანგრევს, ისევე როგორც განათლების სფერო დაანგრია ლომაიას მოდერნობა და ასე შემდეგ არამედ ჩაურმავდა ამ საკითხს. ჯანდაცვის სფეროში მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული და არც გეგმა არის. თუ როგორ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ აქ ასაშენებელი მთელი ინფრასტრუქტურა და არის მთლიანი სტრატეგია, რომ დასახვეწი, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია და არც იცის როგორ გააკეთებს. მოგესალმებით.
Sakın şeyler sağlamak açınız. Hareket şeylerden. Esas çöne როგორც ამგვარს უცხოური სიტყვების მომავალ ბექგრაუნდი. როგორ მოსულვათ, რა გაუკეთებია, რა არის ჩვენი წასული და რას პირდებით. რომელი მთავრობა ჩვენ სიმართლე გითხრათ, ჩვენ მთავრობას აღარ წავალ ძალიან შორს, ერთადერთი ეროვნული მთავრობა ყავდა, რომელსაც რომელიც შევეფერეთ გადავაგრებდა რაც მივიღეთ აი მას ვიმკით ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ გამომდინარე თვითონ ეს რომ ვინ იქნება ჩვენი ჩვენელები, ვინ იქნება ჩვენი ასე ვთქვათ მომხრე შემული ეს არის დამოკიდებული ჩვენს არჩევანზე და ამჯერად მაინც უნდა კარგად დაფიქრდეთ სანამ ამბების განმავლობაში საზოგადოების როლს ვლაპარაკობ. ეხლა ბოლო პერიოდის საჭიროები გამოსცემდა ეგრეთ წოდებული ექიმების საქმე, მასწავლებლები, კარი მოვაჭრეები, ბიზნესმენები. უკაცრავად, მაგრამ მე თქვენ რომ ამაზე პასუხი გაგცეთ, ამას დიდი დრო უნდა და მე ამიტომ საგან ტელეფონის ნომერი ვქვი და მე დიდი სიამოვნებით თუ დარეკავთ ჩემთან და მოხვალთ საკრებულოში. ბატონო, მე გამიმეორებ ნომერს კიდევ. ეს არის 93 36 54 და თუ საკრებულოში მოგზადებით, შეგიძლიათ შიდა ტელეფონით დარეკოთ 428. Aurzele ჩვენს საუბარს მე ხარ იმედია რომ მენტორმული თვალით ავროპარაკობ და გავიგებთ ნაციონალური მოღვაწეობა. ამ საზოგადოების როლზე საუბარი და მინდა თქვა რომ არ დაჩენილა სფერო ამ ქვეყანაში სადაც ადამიანები არ დაადევრეს ამას სხვა სახას უხდება ვერ დაუძახებ და ამ დროს ჩამოთვალეს სფეროები სადაც ეს პრობლემებია და ჩვენ ვერ ხედავთ რაღაც თანადგომის რაღაცა პატარა გამონათებასაც კი რომ იმას პროტესტი გამოიხატოს თუმცა ჩემი კოლეგა უსამართლოდ დააკავეს ამ რაღაცა ფული მიატარუნის დასწრების შემდეგ მე ვთქვა რომ ყველას კარზე მოაკაკუნებენ დამეწმუნეთ და ამისი მაგალითები არის რომ უკვე აღარ დარჩა ჩამოვიდნენ ქუჩის მოვაჭრეებზე ზესუმზირის გამგებლობა იმასაც კი უკვე შიშარაერი არა ვარ, ჩვენ დაგვაშინეს. მე დავიხსენე რომ შიშარაერი ვარ და მინდა ვთქვა რომ ის რასაც კარბონმონოქსიდთან გამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან უგინარს ვიპყრობთ იმ მუხს რასაც ქვია ეს სახალხო მდგომარეობა და თუმცა ჩვენ ოპოზიციაც თავის დროზე შეიძლება მას მოვადარებდებით ყოველთვის ვიყავით რწმუნებული რომ აგერ ხალხი გამოვიდა ყოველთვის ჩვენ გვერდზე დგებოდა მაგრამ მოდის როდესაც ვერ ხედავს საზოგადოების შედეგს მიმდევრია ეს ასაკად აგრესია სამზარეულოში გადადის. Ედავამსად ის რომ ყველამ უნდა გამოვიდა და ყველამ უნდა დაუდგეთ სადაც დასადგომია ამას კიდევ მოფიქრება უნდა რა გზებით რა ნაბიჯებით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მას უთქლის გამოშვება რომ
მორიგი იმედაცილება. მადლობა კახა. მინდა შენ მოგვართ შემდეგი შეკითხვით, შენ ალბათ უკეთესად ყველაზე უკეთესად აუხსნი იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც დაიკავა ხალხადანმა საუბარი და ეს ირანის საკითხები, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ზოგადად დღევანდელ სიტუაციაში როგორც დგას საკითხი ირანის მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აუხსნათ ზუსტად მოსახლეობას, იმიტომ რომ ესეთი ზარები უკეთ ამაფიში შეცვალა მოსმოცილ, რომ არ არის ბოლომდე გარკვეული ინფორმაცია მოსახლეობისთვის. მესმის რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმე და სოციალური საკითხები უფრო აქტუალურია ამ პერიოდში, მაგრამ დამესმის რომ ისევ მაყურებელია ისმით. ანუ იმას ვამბობდი, რომ ძალიან აქტუალურია სოციალური საკითხები, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ გლობალურ პროცესებთან, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და დამეთანხმება ყველა ვისაც ამასთან შეხება აქვს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ყველაზე მწვავე და აქტუალური თემა არის ირანის საკითხი. და ზუსტად ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი. ეს იყო გაეროს გენერალური მდივნის პან კი მუნის 5 ნოემბრის გარკვეულებით ოფიციალურად უკვე ისინი ახალ შექმნილმა სტრუქტურამ და ისინი მუშაობენ ირანის საკითხებზე, ანუ იმ ატომური იარაღის და იმ სანქციების საკითხებზე, რომელიც გაეროსთან დაწესებული ირანთან მიმართებაში. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და სპიკერი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ზუსტი ადგილსამყოფელი იმისათვის, რაც გაემგზავრა ქალბატონი სალომე. დიდი მადლობა. არის მაყურებლის დიახისმეთ. დიდი მადლობა. მინდა გადაცემა დასასრულისკენ გავიყვანოთ და წავიკითხო პატარა მონაკვეთი დღეს გამოქვეყნებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წერილისა, სადაც საუბარია სწორედ ამ ბრძოლის ხერხებზე და პიროვნების გაძლიერებაზე. ჩემი მოწოდებაა, რომ ჩვენშივე უნდა მოვნახოთ გამოსავალი, უნდა გამოვიდეთ იმ ჭაობიდან, რომელიც ძირავს ქვეყანას. ქალები მზად არიან შვილების მომავალი გაყიდვა და მონაწილეობა მიიღონ არჩევნების გაყალბებაში. ტყუილი სიყალბე გახშირდა, ფულის გულისთვის ადამიანები ერთმანეთს ივიწყებენ. ქვეყანა გადაიქცა შავ ხვრელად, რომელსაც ყველაზე კარგად მართული რეჟიმი ერდება. პიროვნება უნდა გადავარჩინოთ და გავაძლიეროთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ როცა ესენი წავლენ და ნამდვილად წავლენ, მათზე უარესნი არ მოვიდნენ და არ გააგრძელონ ამ ქვეყნის მგრევა და დაქუცმაცება. პიროვნული გაძლიერების გზა არ გამორიცხავს დემონსტრაციას და პროტესტს, რადგანაც ხელისუფლება სხვა ადგილს პროტესტის გამოხატვისთვის არ ტოვებს. ეს ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მთავარია დაწყება და აღარ დათმობა, სტუნების აცილება თავიდან და ერთ სწორ და პრინციპულ გზაზე სიარული. ჩვენი გზა უნდა იყოს თავისუფლების გზა, პიროვნების გზა, ჭეშმარიტი გზა. ამიტომ დავუბრუნდები აუცილებლად. მხოლოდ მაშინ, როცა მეწოდინება, რომ ჩემი ქმედებით არსებულ ვითარებაზე გავლენისა და ზემოქმედების საშუალება მექნება. ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სტატიიდან მონაკვეთი და დიდი მადლობა მაყურებელს ჩვენი მოსმენისთვის, ყურებისთვის. კარგად სარგებლობთ. მადლობთ, კარგად სარგებლობთ.